გამარჯობა მეგობრებო. როგორ ხართ? დილა მშვიდობის ყველას, უკაცრავად შუა დღეებში ყველას რაღა დროს დილა. როგორ ხართ? რა შვებით? ტრადიციულად შხაპი მიღებული და წავიდეთ საბაში, რომ მე და დედამ უნდა დავათვალიეროთ სამზარეულოს ავეჯი. მაგრამ იქ იმდენად არაფერი არ ულაგიათ ხოლმე, უფრო დეტალები უნდა გავარკვიოთ რაღაცების. მაინც და მაინც იქ არაფერიც არ უდევთ ხოლმე ისეთი, რომ ხა იქიდან რამე არ ჩუხა, რამდენს დაგიდებენ, ხო? მოცოცხლული სექციებში, ამიტომ უნდა წავიდეთ, რაღაცები გავარკვიოთ და მოვიდეთ და რაღაცები გადავწყვიტოთ. ეს იმისთვის, რა ქვია, მაღლა სართულისთვის ხდება. ჩემებთანან. ხო და ვნახოთ, ძალიან ზვირია, 450 ლარი არის კვადრატი, ოღონდ შედარებით ოდნავ დაბალი ხარისხი, უფრო მაღალი უკვე იწყება 550-დან და მოგეხსენებათ, არც ეგ არ არის დაბალი ფასი. არც ერთი არ არის დაბალი ფასი, მოდი შევთანხმდეთ. ხო, არ ვიცი, ალბათ ასე გაჩეჩილი წავალ, იმიტომ რომ ვერ გავიგე რა გავაკეთოთ მასზე, რაღაცა ხო, ვერ გავიგე. თქვენ როგორ ხართ, გოგოებო? რა შვებით? დედამ ელოდება და მე ვდგავარ და ვჭორავ. გავიგეთოთ სამკაულები. ხო და არ ვიცი, ხალხო, ხომ არ იცით ცუდა დაბოლფასიანი სადმე ხელოსანი ნამეტანი ფასებია გაფრენილი. არ ვიცი, ძალიან მეძვირება. ეს პეპელა, რომელსაც ვგიჟდები, დედამ მაჩუქა ცალია. და ვფიქრობ, რომ აი ეს მოვაძრო, აი ეს და აი პირდაპირ ეს ამაზე მოვაბა, ანუ და არ იყოს მთლად ამდენად გრძელი. ეგრე მინდა და ვნახოთ ამ დღეებში იქნება მოვიცალო, რავი თუ მოვიცალე, არ ვიცი, ან გადარბენა გვაქვს, არაფრისთვის დრო რო გითხრათ, აღარ მრჩება. ისე დიდად. ძირითადად წოციალისთვის ვარ განკუთვნილი. ასე, ცოტა დავიტანოთ თეთრი. ხვალ მივდივართ ჩემს დედამთილ მამამთილთან სოფელში. ხო და ვემზადებით. ყველაფერი ნაყიდია, საჩუქრებს გულისხმობ. ყველაფერი გაკეთებულია. შეფუთულია. ხო და ესე. Und ვინც დარდობდა, რატომ არ მიდიხარო შენი ქმრის სოფელში, მივდივარ ბატონო და დაისვენე თქვენც და მეც დავასვენეთ. ძალიან გევედრებით მეც დამასვენოთ, იმიტომ რომ უკვე ყელში ამოვიდა თქვენი ზღვარგადასული ინტერესი ჩემს დედამთილ მამამთილთან დაკავშირებით, ხო და არ ვიცით რა გაინტერესებთ, მაგრამ თუ რამე გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ხვალ მივდივართ და წავამყევით თქვენს. ხო, სუნამოზე მკითხეს, რა სუნამოა გოგოებო და აი მართლა 1,700,000 ჯერ მაგ თქვენ, მაგრამ ნელ-ნელა რომ მემატებიან გამწერობ, მე რომ ვაჩვენებ ხოლმე აინტერესებთ და დიდი სიხარულით გიზიარებთ. ეს არის შანელის შეიკი. ახლა ვეგეტყვით, სად არის ნომერი, სულ ვეძე ვგიჟდები, 57 ნომერი, მეგობრებო, ეს არის მენ, ანუ მამაკაცის სუნი, რომელზეც ვაფრენ და უკვე 2 წელზე მეტია ამ სუნამოს გარდა, ფაქტობრივად არაფერი გამომიყენებია. ვითომ სუნი მეცა და გადავირიე იმ ჩემ ყოფილ სუნამოზე, რომელსაც ვეძებდი შანელის. ვეძებდი რამდენ ხანს ვერ აგიხსნით და ვერ ვიპოვე და მე უკვე ამ ჩემს სუნზე გადავედი და ეს მომეწონა და მე ეს რო აღმოვაჩინე ვეცი ვიყიდე, მაგრამ სამწუხაროდ სუნზე ალერგიას მაძლევს. ვაიმე ბაჟრიალებს, აი ხო უკვე ბაჟრიალებს. კატასტროფა. უკვე ვეღარ იმ სუნს მიეჩვია ჩემი ორგანიზმი, მე ცოტა სუნებზე გართულებები მაქვს, ამიტომ დიდად
ცოტა ისე ვარ დისკომფორტი მაქვს სუნებთან დაკავშირებით. ხო და ვეღარ ვიყენებ იმას. ხო და მენი ეს მამაკაცის სუნებია ზოგადად ჩემთვის ყველაზე დაბალანსებული და შეიძლება ვიღაცისთვის მძაფრი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მისაღები. ამიტომ თუ გინდათ რომ ვაიმე რა გასხია გკითხოთ დაისხით 57 ნომერი შეიკი ასე ჩამოვარაკრაკე რეკლამასავით. მაგაზალზე თუ მოვხვდით ჩემი ტვირს საცხევნა ვიყიდა. თორე აი შოკი მაქვს ის რო არა მაგ და საწაიღო ამ ჩემო შვილმა ეგამაგებინა. საწაიღო. ესეც მექნება, მაგრამ აი გაჭირვებისთვის რა. უცებ რო გამოილიოს და რაღაც ეგრე. ჩემი შვილის ხმა აქ მესმის. როგორ გამოვიყურები? აბსოლუტურად ჩვეულებრივად გამოვიყურები, რა თქმა უნდა. კაი, მოვიცვათ. ავიღოთ ჩანთა, მარიკოს ავტომატ ასაცმელები. ჩავაცვათ და გავიქცეთ. თორე დედას ნერვები აღარ აქვს უკვე ჩემ ლოდინში, სანამ მე შხაპი მივიღე, ვირი როაჯერ ავიდა ხეზე. დავათვალოთ საწოლები. ეს დიდია, დედა. 200 ლარი ღირს მატრასი. აუ ეს რა კარგია. ტო გამებუდე. ო, ჩვენაირი. მოდი ვნახე. არა, ისეთი საჯდომი მინდა, მე არ მინდა ისეთი მაგალითად ძალიან. ხო. თავი ამისი ძალიან ლამაზია. ძვანია. აუ ეს რა კარგია. ლამაზია. მარა ის არის ნაჭერი. აი ეს ძალიან კარგია დედა. ამით. ეს ძალიან მომეწონა. ხო, მა. 185 ლარი ღირს ონკანი. ძალიან ლამაზია. ძალიან მოდაში ეს ხის დეტალები და მე ძალიან მომწონს. ასეთი ონკანი ჯობია ბევრად, ვიდრე ის ოქროსფერი რო ნახე რაღაც. გადავირია ღმერთო რა კარგია ეს საათი. ვატყუთ ყავა. აი ისეთ დაღლილები ვხავართ ხალხო. ისეთი დაღლილები ვართ, ისეთი განადგურებულები მოვედით. გეგონება აი სადღაც ისეთ ადგილას ვიყავით რაღაცა 900 იქით. კაი, ესა სწორი ვაიმე ღმერთო რა დღეშია, უცებ დავყარე. სადილი დავწონე, ძალიან მშიო და ისეთი მოშიებულები მოვედით. მარიკოს ძინას ხმად მოვსაუბრობ. ავედით მე მაღლა, ყავა უნდა დაგველია. დედა მოადუღა ისეთი ტკბილი ვერ დავლია, მე შალა ნერვები. ჩამოვედი ხავად უკვე. ვთხარი ბეში და იდიყავე რაღაც ვერ გავიგები ვთხარი მე ჩიმივდა ბუბიტუყო. ესე იგი სამზარეულოს სანახავთ ვიყავით გოგოებო და არა მარტო სამზარეულოს საძინებელიც გვაინტერესებდა, ანუ კონკრეტულად საწოლი, მაგრამ ზოგადად სამზარეულოს სანახავთ ვიყავით. იყო ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფასები, ხელოსნებს საწავით ეს გადაცვა. რამდენიმე ვნახეთ, მოკლედ. ერთმა გვითხრა დაახლოებით 6650 ლარი თუ რაღაც ეგრე. ერთი ბიდის ფასი იჭდება, ჩვენი საფსარეული.
ხო, ერთმა გითხრა 5000 რაღაც, ერთმა 5000-მდე დაახლოებით. ხო და არ ვიცი. დღეს ზუსტი ზომები უნდა ავიღოთ. ხო და მე დავურეკავთ. გვინა პრიალა ზედაპირით. მე სხვადასხვის ძალიან მინდოდა ჩემს სამზარეულოში, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გადავწყვეტეთ, რომ ესეთი ყოფილიყო და არა პრიალა. თუმცა ძალიან წყდება გული, რომ რა ფერიც მინდოდა ის ფერი ვერ დამისვა, ვერ მომიტანა და არც დაგვირეკა, რომ ის ფერი ვერ იშვა, სულ ამბობ ხოლმე და ძალიან გაბრაზებული ვარ დღემდე და ვიპატიებ მაგას და საკმაოდ მუქი მომიტანა, რაც ძალიან არ მომეწონა, მაგრამ აი მეზობელია და მოკლედ ჩაიარა მაგ ამბავმა და შემრჩა ეს მუქი. ვერ ვიტყვი რომ არ მომწონს, უბრალოდ მღია მერჩივნა. როგორიც რეალურად შევუკვეთე და თუ ვერ ნახე, ვალდებული ხარ დამირეკო, მაგრამ ახლა აღარაფერი შველება მაგ ამბავს. აი მეზე და ძალიან დიდი მაგ ხალხო, აი ნიკოპსიდან დარუბანდამდეა. ხო და ისა ჯერჯერობით რაღაცა წლები ეს მექნება და ვარაფერი მოვამ სამზარეულოს ძალიან მომწონს, თუმცა შემდეგ აუცილებლად როგორიც მინდა ისეთი მინდა რომ გავაკეთებინო კატალოგით. ჩემი ხო იცით იმდენად მოცუცქნულია მართლა ხო რომ აი აგრამის გაკეთება ძალიან რთულია და აი მართლა ძალიან რთულია რომ აქ რამე გააკეთო ზოგადად, მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ესეთი ამბები ძალიან დავიყალეთ, მაგრამ ხასებს რომ უგზო-უკვლოდ გაფრენილი აქვს, მაგას თქმა არ ჭირდება ჩემი აზრით. ყველა ვიცით. ხო და იქნები იცოდეთ თქვენ ვინმე რომ კვადრატულს 450-ზე ნაკლებად აკეთებდეს და დატესტილი ყავდეთ და უკვე თქვენ მქონდეთ გაკეთებული სამზარეულო ან ძალიან ესე ვიღაც ამდაგვარი რომ იცოდეთ, ან მქონდეს თავის Facebook გვერდი, ან რაღაც მაღაზია, არ ვიცი ვინმე, ძალიან გთხოვთ, გამიხარდება, მოკლედ თუ მოკვალიანებთ. იქნებთ ცოტა შედარებით დაბალ ფასში ვიპოვოთ. რა არის იცით, ჩემი რადგან არის პატარა სივრცე, მე მოვტყუდი რომ სულ რაღაცას პილოსოფიის ფრად, რომელიც ძალიან მომწონდა ისედაც და ახლა მაღლა ვაკეთებთ ამ ფრად, აქ არ გავაკეთე და უფრო გამოვანათე სახლი, ხო ხდებით, ძალიან შევწდი. მაგრამ არა უშავს. რაღაც პერიოდის მერე გამოვცვლით. თუმცა ჯერ ახლა ღირს ძალიან ზვირი და რამდენიმე წლის მერე ალბათ გაორმაგებული, ანუ 4000 დამიჯდება ეს პატარა კუქუშა. ალბათ. ხო და ნახოთ, არ ვიცი, გოგობა ძალიან ზვირია, ძალიან გაძვირებულია ყველაფერი, მასალა, ზოგადად მასალა ძალიან გაძვირებული და მე გითხრას რომ მასალა არისო. ძალიან გაძვირებული, გამწყობები ვნახეთ კიდევ, გოგოებო. დედას რომელიც მოსწონს მგონი 250 ღირდა ფასდაკლებით. ხო რაღაც, არ ვიცი მოკლედ. დაახლოებით ფასი ღირდა, რომელიც იცის რომ კარგია და თავდაც გამოუყენებია, ისეთი უნდა მოკლედ. ხო და ნახოთ ჩვენ ახლა საკმაოდ დიდი სამზარეულო გვაქვს 4 ამხელა მგონი და რა თქმა უნდა მეტი რამ სჭირდება და მეტი ხარჯია. დედას უნდა კუთხის მაგიდა და სკამები სამზარეულოსთვის, აი როგორც მე მაქვს ახლა, ზუსტად ასეთი კი არა, მაგრამ ანუ სტილს გეუბნებით. ოღონდ
ეს მომრგვალება ალბათ ვერ გაუკეთდება ჩვენთან, იმიტომ რომ სივრცე არ უნდა დაკარგოს და ეჩება ძალიან და სადღაც ყველაფერი სადღაც ჩააკვეხოს. ამიტომ სავარაუდოდ აი როგორც დივნის დასაჯდომი აი ეგრე დატოვებს სკამებს და აქეთ-იქიდან სკამები. და ეს კრუგი ან ოთხკუთხედი კრუგით უნდა გავაკეთოთ, აი არ ვიცი მოკლედ მომრგვალებით. რა და როგორ იქნება, მაგრამ ეს მოსწონს დედაჩემს ამ დასაჯდომად ძალიან კომფორტულია, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ მე მთელი სივრცე არ წაგვართვას, მოკლედ უნდა ავზომოთ ეგ ამბავი რა. დაახლოებით მგონი 600 არა ბუდიში 560-550 გვაძლევდნენ თუ რაღაც არ მახსოვს. ესეც თუ 650, ხო, ну ზოგან 650 იყო, ზოგან ესე რა სხვადასხვა ფასები იყო რა. ხო და თქვენც თუ იგრძნობთ ხა ამ სულს. საკმაოდ გაძვირებულია მასალაო, ძალიან გაძვირებულია, შესაბამისად ყველაფრის ფასი ბევრად მეტიაო, ვიდრე ვთქვათ მანამდეო. აცხაბუნებრივი აღარ არის გასაკვირი, ყველაფერმა მოიმატა ხალხო. აი მე და ყველაფერი როგორ გული მიღონდება. მოდი ეს 20 სეკუნდა მოვიქცეთ უბრალოდ, იმიტომ რომ ვერ ვიტანეს ყავის მადუღარის იმას რა ქვია. მოახმება მე. აი მე ისე მომეწონა მესა. რა ქვია. სარკე დასადგანი თავისი რაღაც უჯრებით, თავისი რაღაცა თაროებით უსაყვარლეს ულამაზესი. მაგრამ ეგ რო დავდგა მარიამის ტანსაცმელმა გამოჭედილია ის რომ იდგას. ჩემი კოსმეტიკა რაზეც მელაგია და ყველაფერი და ფიზიკურად მაგდენი უჯრები არ აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ მარიკოს ტანსაცმელს უბრალოდ ვერ ჩავალაგებ ვეღარსად. სამწუხაროდ და ძალიან გულდამწყდა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყო და აი დღესვე ვიყიდდი, იმდენად მომეწონა, მაგრამ ნუ აზრი არ ქონდა. რო გადავზომეთ მარიკოს ტანსაცმელი არც ერთი იმაში არ გიტევდა. ჩვენ და სამწუხაროდ. და ისეთი კუსკუსა სარკე იყო, აი მე როგორც მომწონს ეგეთი. თავისი რაღაც ძალიან ლამაზი თაროებით იყო, მე როგორც მომწონს ეგეთი და ხო რა. მაგრამ აქ არ ჩამეტევა სამწუხაროდ. ნუ რას ვიზამთ? რაც არის ეს არის. აქვე აუცილებლად მინდა შევეხო სიდეძრის ურთიერთობას. თქვენ მახსოვს რომ ადრე მკითხეთ რომ ხოლმე რძალზე და დედამიწაზე რო საუბრობო, აი თქვათ სიძესთან დაკავშირებითო და დედაშენთან დაკავშირებით მოგვიყევიო. ხო და სიამოვნებით მოგიყვებით მათ ურთიერთობას, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო თავის დროზეც და არანაირი რაღაცა შეფერხებები, ასე ვთქვათ, ურთიერთობებში, მადლობა ღმერთს, რომ არ ქონიათ და არც ერთს არ ქონია რაღაცა ერთმანეთზე გადაჭარბებული ან აგრესია, ან არ ვიცი, რამე ამდაგვარი. ზოგადად დედა არის ძალიან უკონფლიქტო ადამიანი და ყოველთვის ამბობს ხოლმე ერთ ფრაზას, რომ სხვის შვილს მეტად უნდა მოვეფეროთ, სხვის შვილს მეტად უნდა ვაპატიოთ, სხვის შვილს რაღაცა მეტად უნდა მოვეფეროთ, სხვისი შვილია მეტად უნდა მივიღოთ მისი განცდები, სხვისი შვილია და მისი ემოციები მეტად უნდა გავიაზროთ და ის სულ ეს ასია ხოლმე რაღაცნაირად და ყოველთვის მიუხედავად არაჩვეულებრივი ურთიერთობისა ცდილობს რომ ძალიან ისე მიუდგეს ყველაფერს და აი რაღაცა რო ყოფილა შემთხვევა რაღაცა მithქვამს რაღაცას გაუფრაზებულ ვარ ან აი არ ვიცი რაღაც ყოველთვის უთქვამს გვანც იცი რა და აი ყოველთვის ნაწილობრივ მაინც
დაუჭერია, ცუდია მხარე თქვა ესე, მაგრამ ხო, ну ესე გამოსულა, რომ მაინც საბოლოო ჯამში რაღაცნაირად კობასკენ უფრო გადახრილა და იმიტომ კი არა რომ შეიძლება კობა იყო აბსოლუტურად მართალი რაღაცაში კონკრეტულ მომენტში არა და უთქვამს ის არის სხვისი შვილიშვილო და მე რა გინდა რომ გავაკეთო ანუ სულ შენსკენ ვერ გადმოვიხრები, იმიტომ რომ მასაც ჭირდება გვერდში დგომა, მასაც ჭირდება ის, რომ შენთან ვართ უთხრას ადამიანმა და ასე შემდეგ და აი ეს ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ძვირფასია და რო ვუყურებ იმდენად მომწონს ეს დამოკიდებულება, დედა ჩემის დამოკიდებულება რომ ვფიქრობ, რომ ოდესმე თუ ვიქნები დედას მდგომარეობაში გავითვალისწინო მისი და სიძის, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და კობაც ისეთი ადამიანია თვითონ ძალიან ესე ვერ გამოხატავს, მაგრამ ძალიან თბილია ზოგადად ესე შეება არ მოგახტეს, არ მოგეფეროს, მაგრამ ზოგადად ძალიან თბილია და დედა ჩემისგან იმდენად დიდი დოზით მიიღო რაღაცნაირად სიყვარული ყურადღება, სითბო, გვერდში დგომა, მხარდაჭერა, აი რა ვიცი, კალთაზე რომ გარბოდეს და უთხრას დედა ჩემს რომ იცი რა, აუცილებელია და უნდა წავიდე, დედა ჩემი გაყვება, იმიტომ რომ ნუ აი იმიტომ უსიტყვოდ ულაპარაკოთ და ეს ურთიერთობა ძალიან მომწონს. რამდენი 5 წლის მერე გაიცნო ხო რეალურად ახლა დედაჩემმა მისი სიძესი ახლობთან ნახი არ ყავდა, არ ეცნობდა, ესე Facebook-ით რა თქმა უნდა დედამ იცოდა კობას შესახებ და იცნობდა ხო, რა თქმა უნდა ახლა ცოლ-ქმარი ვართ და ყოველდღიური საუბრები გქონდა, მაგრამ რეალური ურთიერთობები კიდე სხვა არის, ბევრად უკეთესი. ვიდრე ვთქვათ Facebook-ის ურთიერთობა, მაგრამ სანამ როგორც ცოლ-ქმარი ისე წარს დგებოდით ოჯახის წინაშე, მანამდეც იცნობდა დედა კობას დავურეკეთ რამდენიმე წელი ხო, წლით ადრე, სანამ დავქორწინდებოდით. 2 თუ რაღაც არ მახსოვს თუ 3, რაღაც ეგრე არ მახსოვს და კობამ უთხრა რომ მე მიყვარს თქვენ ქალიშვილი. ჩემ ძმას და დედაჩემს დაელაპარაკა მოკლედ Facebook-ით დავურეკეთ და უთხრა რომ მე მიყვარს თქვენი ქალიშვილი. მე არ მაქვს მასთან ზერელი ურთიერთობა, რომ უბრალოდ დრო გავატარეთ და დავიშალეთ, ასეთი. ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ შეება მეგობარი იყოს, ნაცნობი იყოს და ასე შემდეგ და გეგმავთ საომალოდ ოჯახის შექმნას და გვინდა რომ ის იცოდეთ და მიცნობდეთ. რაც ძალიან მომეწონა ეს ჟესტი და ზოგადად ჩემ ოჯახს ძალიან მოეწონა რომ ძალიან მარტივად მიუვდექით ყველა ამ ყველაფერს და არ იყო რაღაცა დამალული და არ ჩაიხლართა რაღაცები ხო ხვდებით და რაღაცა კითხვები არ დაიბადა და ასე შემდეგ. თუმცა რაღაცა პერიოდის მერე მე საბერძნეთში წასვლამდე უკვე წარეული ურთიერთობა ჰქონდა მე და ჩემ შეყვარებულს. მაშინ შეყვარებული იყო. აი როგორც ხდება ხოლმე ხო იცი სისულელებზე რომ მიდის ჩხუბი და მე რაღაცებს რო გადაიზრდება ხოლმე დაახლოებით ესე რო აგიხსნათ. ნუ მე რო წავედი რაღაც სატელეფონო ისეთი არაფერი, დიდი არაფერი მოკლედ ურთიერთობა გქონდა. ფაქტობრივად თითქოს დასრულებული იყო ჩვენი ურთიერთობა, რაც ესე ჩანდა ყოველ შემთხვევაში და რაღაცა ალბათ ორივეს თითქოს გადაწყვეტილი გქონდა რომ მოდი ნუ დავასრულოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა რომ არ გიყვარდა ხო რაღაცები სრულდება ხოლმე, მაგრამ შეიძლება სიგიჟე გიყვარდეს ადამიანი, უბრალოდ ალბათ სიბრაზე წონებოდა რაღაცნაირად რაღაც მომენტებში. ნუ დედა მეუბნებოდა ხოლმე რომ ხარ ზედმეტად ემოციური, რაც შეიძლება იყოს დამღლელი მამაკაცისათვის, შეეცადე რომ იყო ცოტა ლმობიერი, ცოტა მეტად გესმოდეს მისი და ასე შემდეგ მოკლედ. თუმცა ნუ ეს არ ნიშნავდა ხა ეს ლაპარაკი ჩემთვის, იმიტომ რომ უკვე ძალიან ისე ვიყავი გაფრაზებული რაღაცა თემებზე და რომ ჩამოვიდე საბერძნეთიდან რამდენიმე თვეში, დაახლოებით 7 დღეში გავყევით ცოლად თუ 2 წლები თუ 6 დღეში რაღაცა ძალიან მალე. არა 6 დღეში არა, ცოტა მეტი იყო გასული,
ხო, ცოტა მეტი იყო გასული, მაგრამ აი ძალიან მალე გავთხოვდი, აი მართლა პელვისის სწრაფით რო იტყვიან. დედასთვის ცოტა შოკი იყო, იმიტომ რომ იცოდა რომ რაღაცა დიდად ურთიერთობა აღარ გქონდა სავით და ამიტომ გაუკვირდა. თუმცა ანუ ახლა არაფერი გასაკვირი იმაში რომ შერიდნენ ხო ადამიანები, მაგრამ უცებ ვერ მიხვდა, ანუ იმდენად კატეგორიულად ვამბობდი რომ არა დავშვებდით რომ რაღაცა შოკი ქონდა. თუმცა ზოგადად ყობა ძალიან მოსწონდა იმ მხრივ რომ რაღაც ადამიანური ტიპიაო და ჩემს უყვარს აი ადამიანური ბიჭები რა. ასე ყველას გიყვარს, მაგრამ რაღაცნაირად მოსწონს ეს ადამიანები, რომლებისთვისაც ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. აი მე მგონია რომ ყველას მოსწონს, მაგრამ ხო დედაზე ვსაუბრობ ამ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მეც მაქვს ბევრი რაღაცა მინუსები, ჩემს მეუღლესაც და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაინც ცდილობს დედა ყოველთვის დამანახოს მისი რაღაცეები პლუსად. რომ აი ეს ასია, მაგრამ ნახე აქედან შეხედე, ნახე იქიდან შეხედე და არასოდეს აი ცეცხლზე ნავს არ ასხავს. ეგეთი რამე არ მომხდარა, რომ აი თქვა რომ არა, ანუ არასოდეს პირიქით ყოველთვის მომიწოდებს იმისაკენ, რომ მოდი დაფიქრდი, მოდი იცი რა, ამაში ზედმეტი ხვალ მოგივიდა, მოდი ესე, მოდი ისე. შენ გადაწყვიტე, ანუ მე ვერ ჩავერევი, არ ჩავერევი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ნეიტრალური უჭირავს, თან აბსოლუტურად ჩემია, რა თქმა უნდა, მაგრამ თან ისე აკეთებს, რომ მე არ ვიყო რაღაცა ისე დიდ ძალად არ ვგრძნობდე და მე რაღაცა ძალიან ზედმეტებში არ გადამივიდეს რაღაცა მხარდაჭერები რა. და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გრძნობს ჩემი მეუღლე და სულ ამბობს, რომ დედა ჩემთან ძალიან ისე ცხენაირი ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე ისედაც, მე რო სულ არ ვიცი მაშინაც. ანუ Facebook-ით იქ რო იყო საუბრობდნენ და კაც ახლა მე რომ მძინავს, ანუ პროდ არ ვარ სახში, ახლა შეიძლება ყავასაც მიირთმევენ ერთად. ჩვეულებრივად როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და მე ძალიან მომწონს და ზოგადად დედა არის ისეთი, რომ რაღაცნაირად ძალიან უნდა რაღაცა საოცრება ჩაიდინო, რომ დედა შენს მიმართ ისე იყოს მერე, რომ ნული იყო მისთვის და ნულიც რო იყო მისთვის, შენ გაგითვალისწინებს, ანუ რა შენთვის ვიღაც შეიძლება არ იყოს ნული და იმ შენი რაღაციდან გამომდინარე აუცილებლად გაგითვალისწინებს. ეს არის ის მომენტები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გრძნობ დედის ამ ძალიან დიდ მხარდაჭერას, რომ როგორ შეიძლება იყოს დედა შვილისათვის, სიცისათვის, შვილისათვის არის ფანტასტიკური ბებია, არ ვიცი ხარაც აქ არის ამ მონაკვეთზე მაქვს ხოლმე საუბარი ახლა და იქაც საბერძნეთშიც ახლა დედა ჩემი ესეთი ყვიროდა და შვილიშვილებთან რა მსგავსი რამე არავის არ უნახავს, იმიტომ რომ ასეთია ბუნებით ესეთი ადამიანია დედა ჩემი და ძალიან შეუძლია ადამიანის გაგება, ძალიან შეუძლია იმ მომენტის გაგება, რომ ის არის სხვისი შვილი, გვანცა სხვის შვილს მეტად უნდა ჩემი გვერდში დგომა, ვიდრე შენ ისედაც ჩემი ხარ. გესმით და რაღაცა იმ მომენტში ხანდახან ავფეთქებულ ვარ, მაგრამ ეხლა რომ ვფიქრდები, ხო, ეხლა ვხვდები, რომ მართალია, იმიტომ რომ მეც ხო სხვისი შვილი ვარ, მაგალითად, ჩემი დედამთილისათვის, ხო, მეც ხო სხვისი შვილი ვარ, ხო და რა თქმა უნდა, რაღაცა რო იყოს, მეც მეტად დამჭირდება რაღაცნაირად სოლიდარობის გამოხატვა, ასე რომ მადლობა დედას, რომ არის ისეთი როგორიც არის, მადლობა ჩემს მეუღლეს, რომ დედა ჩემი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი და მე სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, ისეთია დედა ჩემი, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია სხვანაირად, ვერც წარმომედგინა, როგორ შეიძლება და სხვანაირად ყოფილიყო რამე და ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან არის ძალიან ბედნიერი დღეები გვაქვს და მინდა რომ წლებში გადავიდეს ეს დღეები. გემშვიდობებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ხო, რაღაცა ეს ორი დღე ძალიან მომემატა გამომწერები, ხო რომ დავაკვირდი და ძალიან მიხარია. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ, ვინც მიკომენტარებთ, ვინც მილაიქებთ, ყველას აქტიურობისთვის ძალიან დიდი მადლობა.
ვისაც არ ყავთ გამოწერილი, არც მიკომენტარებთ, არც მილაიქით, უბრალოდ ხანდახან მიყურებთ, თუნდაც 2 წუთით თქვენს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ყურება ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი რაღაცით დაგაინტერესეთ და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ნეგატივს იმეტებთ ჩემთვის ძალიან დიდი დოზით, გეტყვით რომ ისევ თქვენთვის არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ამდენი ნეგატივით უბრალოდ დაიღლებით, თქვენივე თავი შეგჭამთ, თქვენი ემოციები შეგჭამთ, ცუდი ემოციები შეგჭამთ და ნაკლებად გამოხატეთ აგრესია ადამიანების მიმართ. ჩემი დაცინვით თქვენ ვერასოდეს ადამიანობაში ნაბიჯს ვერ გადადგამთ. არ მოგემატებათ არაფერი, არც მე არ დამაკლდება ამით არაფერი, იმას თუ არ ჩავთვლით, უბრალოდ იმ წამს ემოცია შემეცვლება, მაგრამ ესეც გადაივლის. ყველას ძალიან დიდი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ, ვინც ახლა მიყურებთ პირველად და არიცით ვინ ვართ, მე ვარ გვანცა, იგივე დოდონა, მსახიობი და ძალიან მინდა რომ იქ სადაც ვარ და ახლა სადაც მიყურებთ, მეტად განუვითარდე სამომავლოდ და მეტად ბევრი რაღაცები დავგეგმო, რაც რა თქმა უნდა შემიძლია და თუ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად თუ შრომა არ გეზარება, ძალიან ბევრი რამ არის ამ ცხოვრებაში შესაძლებელი. თქვენ ნათელი მაგალითი ხართ იმის, ჩემი შრომით საიდან სად მივედი, თქვენ ხართ ნათელი მაგალითი და თქვენთან დასწრებით მოხდა ეს ყველაფერი, როცა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მიმიწვიეს, თქვენთან დასწრებით მოხდა, როცა გვაჩვენეს შეხმაში როგორც მონაწილე ისე მიმიწვიეს და თქვენთან დასწრებით მოხდა ის, როცა უკვე მოთამაშეთ მიმიწვიეს და მოვიგე 3000 ლარი. ამიტომ თქვენთან ერთად ხდება ყველაფერი და თქვენ კარგად იცით, რომ მარტო ვიბრძვი მოედანზე და ყველას გისურვებთ სრულების ასრულებას. 2024 ჩემთვის იყო ძალიან ბევრი სიურპრიზებით დატვირთული წელი, ძალიან ვაუ ემოციებით დატვირთული ბოლო ნაწილი განსაკუთრებით საოცრება იყო. ხო და დიდი მადლობა საკუთარ თავს, დიდი მადლობა უფალს და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ ცხოვრებაში აი ამ ხელა აგურის დადებაში მაინც მომეხმარა. გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ტრადიციულად ხვალამდეს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ხარ შესაძლებელია ვლოგი არ იყოს, რადგან ჩემ მეუღლის ოჯახში მივდივართ, ყველანი ჩემი ოჯახის წევრები. უნდა ნახოთ დედამთილ მამთილი. მივულოცოთ ახალი წელიც, ჩემ დედამთილს მალე დაბადების დღე აქვს, დაბადების დღეც მივულოცოთ, ამიტომ შესაძლებელია კი არ და ხვალ ალბათ ვერ იქნება ვლოგი, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცა კადრები აუცილებლად იქნება. ასე რომ, მდროებით.